დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები პრესკონფერენციას მართავენ. მათი მოთხოვნები უცვლელია. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მათი შვილებისთვის ახალი მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდეს. მშობლები აცხადებენ, რომ წამალი საგრძნობლად შეანელებს დაავადების პროგრესირებას. გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ მედიკამენტი, რომლის შემოტანასაც ითხოვენ, მათ შვილებს მისცემს საშუალებას გაიზარდონ, იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით და ჰქონდეთ დრო და იმედი, რომ შემდეგი თაობის მკურნალობა მათ დაავადებას სრულად განკურნავს. მშობლები აცხადებენ, რომ მედიკამენტს, რომელსაც ითხოვენ, აქვს FDA-ის დასტური და იყენებენ ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებშიც. მშობლების განცხადებით ისინი გააგრძელებენ უწყვეტ აქციებს. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა დებატები გაიმართოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ჩვენს ქვეყანაში უკვე რეგისტრირებული არის ერთ-ერთი მედიკამენტი ეგზონსკიპინგი და რამოდენიმე თვე ამის შემდეგ მას გავლილი აქვს ყველა რეგისტრაცია, უსაფრთხოების წესი, ბუნებრივია და კლინიკური კვლევები და ამის შემდეგ იქნა აღნიშნული მედიკამენტი აღიარებული გარკვეული თვეების შემდეგ და ბუნებრივია აღიარებულ მედიკამენტზე ეხლა იმის საუბარი, რომ შეიძლება ეს არ იყოს უსაფრთხო და ეფექტური, არის დაუშვებელი. მედიკამენტებთან ერთად ვითხოვთ მულტიდისციპლინარული გუნდის შექმნას. ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული გუნდი არ არის თითქმის ყველა პირობა, წინაპირობა იმისათვის, რომ შექმნილი იყო ეს გუნდი, მულტიდისციპლინარული გუნდი, მაგრამ არ შეიქმნა სამწუხაროდ მულტიდისციპლინარული გუნდი. ის ფაქტი, რომ მედიკამენტები არ არის დადასტურებული EMA-ს მიერ სამინისტროსთვის რატომღაც ეს ფაქტი კითხვებს აჩენს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მკურნალობა არის არაეფექტური ან რაიმე საფრთხის შემცველია. როგორც ჩვენ ევროპელი სპეციალისტებისა და ექსპერტებისგან გავიგეთ, მათ ესე რომ ვთქვათ, არ სჭირდებათ EMA-ს დასტური, რათა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იქნას ეს მედიკამენტი გამოყენებული. რადგან ამისთვის როგორ დაავადებაზე ვსაუბრობთ, დიუშენის კუნთოვან დისტროფიაზე, FDA-ის დასტურიც კი სრულიად საკმარისია. ქართულ ბაზარზე არის ათასობით მედიკამენტი ხელმისაწვდომი და შეძენილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელსაც EMA-ს დასტური საერთოდ არ აქვს.